ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა პენიტენციური სამსახურის სხვადასხვა მედიით გავრცელებულ ცნობას ეხმიანება და მას დეზინფორმაციას უწოდებს. საუბარია პატიმარ იოსებ გორგაძეზე, რომელიც კლინიკა ვივამედში 3 თვის წინ შეიყვანეს, ის გუშინ გარდაიცვალა. რა მოხდა გლდანის მერვე დაწესებულებაში ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. შევიდაო კარი ღია იყო და ესე უკნიდან წამოვიდა მიეხეთქაო ალკასტარიო ბეტონის კიბეები და იქ დაატყაო თავი და გაითიშა და ეგრევე დაუძახეთ იმას პატრაკს და გამოიყვანეს საკაცეები. გარდაცვლილი პატიმრის იოსებ გორგაძის ადვოკატი ქრონიკას თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს უყვება. ამბობს, რომ გორგაძის თანამოსაკნეების ჩვენებებით პატიმარი ტუალეტში შევიდა, შეუძლოდ გახდა დაეცა და თავი ბეტონის ფილას დაარტყა. ამ ვერსიის არც მას და არც ოჯახს არ სჯერა. ადვოკატის ინფორმაციით გამოძიებამ სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები ამოიღო, თუმცა სავარაუდო ინციდენტის ადგილას ვიდეო გადაღება არ მიმდინარეობდა. მანამდე არ უთქვამს, რომ მქონდა კონფლიქტი თუნდაც ან თანამშრომლებთან დაწესებულებაში მყოფ სხვა ადამიანს. მსგავსი რამე არ შემთთვის არ უთქვამს და არც ოჯახის წევრებთან საუბრის დროს ოჯახის წევრებმაც მithქვეს, რომ რამე პრობლემა ქონდა ან კონფლიქტი ესეთი რამე არ უთქვამს. უბრალოდ საზოგადოებაში აზრი არსებობს, რა თქმა უნდა, 4 კაცი მოუკვდა ამ ადამიანს. ავარიის შედეგად 4 კაცი მოკვდა იმ დღეს. გამოძიება ისე უნდა ჩატარდეს ობიექტურად, რომ ამაზე პასუხები გაეცეს აქვს თუ არა რომელიმე იმ საქმესთან და ზოგადად რასთანაა კავშირი ამ კონკრეტულ ფაქტს. ის რომ პატიმარს სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა, ადასტურებენ კლინიკა ვივამედში, სადაც გორგაძე გლდანის ნომერ მერვე ციხიდან 23 იანვარს შეიყვანეს. 4 მაისამდე ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ის შემოვიდა მრავლობითი დაზიანებებით, იყო პოლიტრაუმა, იყო სახის ძვლების დაზიანება, თავისუფლების დაზიანება. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დადგა სამწუხაროდ ის შედეგი, რაც დადგა. ირკვევა, რომ პატიმარი გორგაძის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. შეხვდნენ და გაესაუბრნენ გორგაძესთან კავშირში მყოფ პატიმრებს, ციხის ადმინისტრაციას და დაათვალიერეს ვიდეო ჩანაწერები. ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ დაზიანებების წარმომავლობის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხები ექსპერტიზამ უნდა გასცეს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეო ჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეო მეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს. პატიმარი გორგაძის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ საქმეს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სწავლობს. გარდაცვალების შემდეგ ძიების პროცესში ჩაერთო სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. ადვოკატის მსგავსად პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ინციდენტამდე პატიმრის მხრიდან ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ ჰქონია. საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა. უგონო მდგომარეობაში იგი ნახი იყო იატაკზე. სავარაუდოდ დაეცა, გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა ნახეთქიჭრილობა, მცირე ზომის ნახეთქიჭრილობა წარბის არეში. რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცის გვერდით ყოფ რკინის მაგიდას. საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. უსამძირებთ რა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ვთხოვთ და მოუწოდებთ ყველას შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით. პენიტენციური სამსახური გამოიხმაურა სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციასაც. სამსახური წერს, რომ ეს არის ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითი. პატიმარი იოსებ გორგაძე კლინიკა ვივამედში გუშინ გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებში რამდენიმე უწყებაა ჩართული.